დაღუპული იუნკერების ხსოვნის საპატივცემულო დღე არის იუნკერების ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების რომლებმაც საბჭოთა ოკუპაციას გაუწიეს წინააღმდეგობა და წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ. ეს დღე ჩვენ ყოველთვის გვაგონებს იმას, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება იმას, რომ იყოს დაქვემდებარებული ქვეყანა, იყოს ოკუპირებული ქვეყანა, იყოს ქვეყანა, რომელსაც განიხილავენ როგორც ნაწილს და პროვინციას. ამიტომ ეს ბრძოლის სული, ეს ბრძოლის ჟინი ყოველთვის არის ქართველებში. ეს დღე ასევე გვაგონებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას დღესაც. ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება და იუნკერების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინაშე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ და უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ქვეყნის სრულად გათავისუფლების საქმე ოკუპაციიდან, რომელიც უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობით. ოფიციალური დაბადება მას არ მიუღია დღევანდელ ღონისძიებაზე და ასევე აპირებს, რომ მოგვიანებით პარლამენტში მოვიდეს, როგორც მის მიერ განცხადებულ განცხადებაშია საუბარი. რატომ არ დაპატიშეთ ჯერ ეს რომ გითხრათ და შემდგომ შემოვაწყოთ? გამოდოს სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული ამ ღონისძიებაში. მათ შორის შარშანაც ის არ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შარშანი ჰქონდა მოწვევა ამ ღონისძიებაზე, ის შარშან თავად არ გამოცხადდა ამ ღონისძიებაზე. კიდევ ერთხელ წელს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული. შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა ამ ღონისძიებაზე. კითხეთ მათ მიზეზი, არ ვიცი რატომ არ მოვიდა. წელს შესაბამისად ის შარშანაც არ იყო, წელსაც არ მოგვიწევს. ეს სხვა საკითხია, მე ამაზე ეს სხვა საკითხია, რაც შეეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას და საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს მის საქციელთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, მე ამას გუშინაც ვისაუბრე. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ შარშან ის იყო მოწვეული, არ გამოცხადდა ამ ღონისძიებაზე, წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ იყო. შეუძლია, რა თქმა უნდა შეუძლია. ოპოზიციიდან მხოლოდ ფრიდონი ჯერადოვი იწებოდა, ესეთი ხალხი ოპოზიციიდან მხოლოდ ფრიდონი ჯერადოვი იწებდა, არ შესთავაზა. ყველა იყო მოწვეული, ყველა დეპუტატი ტრადიციულად მოწვეული არის ხოლმე, იცით რომ საერთო სისტემა არის მოწვევის და ყველა იყო მოწვეული, ვისაც ჰქონდა სურვილი რომ პატივი მიეგო იუნკერთა ხსოვნისთვის, რომ ღონისძიება. არ ყოფილა შარშან. ხო, ჩვენ გუშინ საინტერესოა, რომ სანდრო რაქვიაშვილის მხრიდან აღიარებაც კი მოვისმინეთ, რომ დიახ, პარტიებს აქვს შექმნილი სქემა ყალბი NGO-ების მეშვეობით იმისთვის, რომ მოიზიდონ უცხოური დაფინანსება. და ეს გარკვეული სიამაყითაც თქვა, რომ თითქოს მოძებნეს რაღაც ხვრელი კანონმდებლობაში იმისთვის, რომ მიიღონ დაფინანსება. და ვერც კი ხვდება ოპოზიცია, მათ შორის ბატონი სანდრო, რომ რას ამბობს ამით. ამით ამბობს, რომ ქართული პარტიები თურმე ფინანსდებიან უცხოეთიდან და როგორ წარმოუდგენიათ მათ ქართული საქმის კეთება, როდესაც ისინი შედან უცხოური ორგანიზაციების ხელფასზე. როგორც ჩანს, ეს არის სერიოზული პრობლემა. თითოეულ ასეთ შემთხვევა ჩვენ თავად პარტიებისგან ვიცით, როდესაც შემთხვევით წამოწდენა აქვს ხოლმე. გუშინ ბატონმა სანდრო რაქვიაშვილმა დაადასტურა, რომ ეს ზოგადი სქემა არის პარტიების, ამიტომ მე ყველა პარტიას მოუწოდებ. ეს არის არა მხოლოდ კანონის დარღვევა, აკრძალული არის უცხოური შემოწირულობის მიღება, ისე როგორც ყველა ქვეყანაში, არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ ეს არის ზოგადად სუვერენიტეტის მიმართ უდიერი მოპყრობა.
ვერაცნობიერებენ რომ სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით და საკუთარი ხალხის ინტერესით და პოლიტიკური პარტიებიც ვალდებული არიან იმოქმედონ მხოლოდ საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და როცა პოლიტიკური პარტია ზის უცხო ორგანიზაციის ხელფასზე ის შესაბამისად ატარებს სხვა ორგანიზაციის თუ ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ ეს არის როგორც ჩანს პრობლემა, რატომაც ჩუმდებიან ოპოზიციური პარტიები, როდესაც სანქციებზე ალაპარაკი და როდესაც ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, თუმცა შეიძლება შედიოდეს სხვა ქვეყნის ინტერესებში, იმ ქვეყნების, რომელიცგანაც ისინი ფინანსებს იღებენ. რატომ ჩუმდებიან ისინი სხვა საკითხებზე, რატომ გაჩუმდნენ ისინი, როდესაც საუბარი იყო უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონზე და რატომ ქონდათ თურმე ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი და ძალადობა მათ შორის პარლამენტზე რომ მიიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ გამოაშკარავდებოდა ის სქემები თუ როგორ ფინანსდება ქართული პარტიები უცხოეთიდან. ამიტომ ყველას მოუწოდებ გააუქმნოს ყალბი NGO-ები, გააუქმნოს ანგარიშები, სადაც უცხოეთიდან ერიცხებათ თანხები და ემსახურონ ქართულ ხალხს უცხოურ დაფინანსებას და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება. ასევე მიმართავ იმ დონორებს, რომლებიც ამ სქემის მონაწილენი არიან და ირიბად თუ პირდაპირ ჩართული არიან პარტიების დაფინანსებაში. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა, როდესაც უცხო ფულით აფინანსებენ ქართულ პარტიებს და მათაც მოუწოდებ ეს არ გახლავთ მხოლოდ საკითხი რაიმე ეთიკისა, ეს გახლავთ საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის პარიზის დეკლარაცია არსებობს საერთაშორისო დახმარების შესახებ, რომელიც ამბობს, რომ უნდა იყოს ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი ყველა დონორის საკუთარ ქმედებებს. ხო, გუშინ და შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ჩვენ ყველა წინადადება რაც ქონდა წარდგენილი კანონპროექტის საკითხების სახით, ყველა ჩვენ წინადადება გაიზიარა როგორც ოპოზიცია, მისი არასამთავრობო სექტორმა. ამიტომ ამ წინადადებაზე შევთანხმდით. ერთადერთი საკითხი, რომელიც დააყენა ოპოზიციამ, გახლავთ მოსამართლეების ხელახლა დანიშნვის საკითხი, რაც ნაციონალურ მოძრაობამ გააკეთა კიდევაც 2004 წელს, როდესაც გაყარა მოსამართლეები და თვითონ დაიწყო დაკომპლექტება. ეს ნაციონალურ მოძრაობის სტილი და გამოცდილებაა და უნდათ მათ როგორც ჩანს გავლენების მოპოვება სასამართლოში და ამიტომ სურთ რომ გაათავისუფლონ არსებული მოსამართლეები და დანიშნონ მათთვის სასურველი მოსამართლეები და ეძებენ ამისთვის რაღაც ხერხებს. რატომ უნდა თავის მოსამართლეები? იმიტომ რომ მათ დანაშაულებისთვის არ აგონ პასუხი. ჩვენ ამაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება სუვერენიტეტსაც კი, მათი წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა ასე ვთქვათ, გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი. აი ეს არის შედეგი სწორედ იმ ირიბით პირდაპირ უცხოური დაფინანსებისა, რომ ოპოზიციის თავში და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავში იხარშება ასეთი იდეები, რომ საქართველოში ერთი ხელისუფლების შტოს სასამართლოში და დააკომპლექტოს უცხო ქვეყნებმა. აი აქამდე მივიდა ოპოზიცია და ამით აპირებენ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, ჩასვლას ხალხთან და იმის თქმას, რომ ისინი არიან არა ხალხის წარმომადგენლები, არამედ ისინი მთელ ძალაუფლებას და სუვერენიტეტს გადასცემენ უცხო ქვეყნებს თუ უცხო ორგანიზაციებს. რაც შეეხება არგუმენტს ხო და ერთი რომ ეს არის კონსტიტუციის და საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო იდეა და მეორე რაც შეეხება მიუხედავად ამისა შევყევით დისკუსიაში რატომ ფიქრობენ რომ ეს საერთოდ საჭიროა. ვერაფერი ვერ თქვეს. ნდობა სასამართლოს მიმართ. ვეკითხებით რატომ არ არის ეს ნდობა. გითხარით რომელ არსებობს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც თქვენთვის პრობლემური არის. ვერაფერს ვერ ამბობენ. რატომ იცით? იმიტომ რასაც ისინი წლების განმავლობაში ამბობდნენ და რომელი გადაწყვეტილებითაც ისინი ძირს ურთქლიდნენ ქართულ მართლმსაჯულებას, რუსთავი 2-ის საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, ახალაიას საქმე, აქციების თითქოს და ძალით გადამეტების დაშლის საქმე, ყველა ეს საქმე აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოში და ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანია ოპოზიციისგან, არასამთავრობო სექტორისგან, ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან სასამართლოს წინააღმდეგ იყო ტყუილი და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. ამიტომ
სათქმელიც კი არაფერი არ აქვს. ერთი საქმე სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოიტანეს, რომელზეც თვითონ მაინც იტყოდნენ, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, სასამართლო გადაწყვეტილებებში იქნება ხარვეზები, ამიტომაც გვაქვს ჩვენ ინსტანციები და ყველა ქვეყანაში არის ინსტანცია, მეორე, მესამე ინსტანცია, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს, მაგრამ ერთ მაგალითს ვერ ახსახელებენ სისტემური პრობლემისა მართლმსაჯულებაში, რომელიც შემდეგ აისახება უსამართლო გადაწყვეტილებებში, უკანონო გადაწყვეტილებებში, ან რაიმე მსგავს. ორგანიზაციებთან დაკავშირებით მინდა რომ კითხოთ თქვენ არა მეც კაცო მეჩქარება თურქეთიანში თქვენ თქვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ის რომ უნდა გაუქმდეს ასეთი ორგანიზაციები რომლებიც შემდგომ აფინანსებენ პარტიებს კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს გულისხმობთ თუ შეგიძლიათ რომ დაასახელოთ და საკანონმდებლო ინიციატივაზე ხო არ გეგმავთ რაიმე სახით მუშაობას იმიტომ რომ გუშინ იყო სტომათა დარბაზში კითხვები დასმული ამასთან დაკავშირებით რომ პირველი კითხვა არის მარტივი ნორმალური არის თუ არა რომ ქართველ პოლიტიკოსებს ხელფასი ერიცხებოდნენ უცხოეთიდან და ვის გულისხმობთ რომელ პარტიებს რომელ ორგანიზაციებს თავად გუშინ გირჩი წარმომადგენელი აღიარა რომ ესეთ სისტემები არის და მე ამაზე საჯაროდ არა ერთხელ მithქვამს და გუშინავს თქვი სხვა შორის პასუხში მაგალითად არის პარტია დროა როგორც იცით და არსებობს NGO დროა იგივე სახელწოდებით ორივეს დამფუძნებელი გახლავთ ელენე ხოშტარია ორივე რეგისტრირებულია ელენე ხოშტარიას პირად მისამართზე ორივე ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის ელენე ხოშტარია ერთი არის პარტია, მეორე არის NGO. თავად ქალბატონი ხოშტარიას აღიარებითვე NGO დროა იღებს დაფინანსებას ევროპის დემოკრატიის ფონდისგან. და მისივე აღიარებითვე ამ თანხას იყენებდნენ ისინი წინა საარჩევნოდ. აქედან დასკვნა, რომ ეს NGO, რომელიც სახელით მას არც ცალკე ვებგვერდი აქვს, არც ცალკე ემბლემა, არაფერი არ აქვს, ეს არის ყალბი ფუტლი არის ასე თქვა, შექმნილი ცალკე საბანკო ანგარიშისთვის, იმისთვის, რომ უცხოური ფულით გადაუხადონ ხელფასი პოლიტიკურ ლიდერებს და პოლიტიკური პარტიის წევრებს. შესაბამისად ფაქტია, რომ აი ამ ერთ კონკრეტულ მაგალითზე რომ ვისაუბროთ, რომ უცხოური დაფინანსებით ხელფასი იღებენ ქართველი პოლიტიკოსები. შეგახსენებთ, რომ იგივე ფონდი აფინანსებს სირცხვილიას, იგივე ფონდმა გადაიხადა ნიკამელიას გირაო. დღეს ნიკამელია გირაუთი რო არის გარეთ ამ ფონდის გადახდილი არის და იქ შეგახსენებთ რომ ამ ფონდის დაფინანსება საქართველოში არის დაფარული არავინ არ იცის რას აფინანსებენ თუ არა და ჟურნალისტები ხართ შეგიძლიათ გადაამოწმოთ მიმართოთ თავად ფონდს ნახოთ მისი ვებგვერდი არსად არ ჩანს რას აფინანსებენ ისინი არა მთავარი საკითხი არის თან ხვდებით თუ არა რომ ეს არის პრობლემა არის თუ არა პრობლემა კანონით რო აკრძალული არის ეს ფაქტი არის და ყველა ქვეყანაში აკრძალულია და რატომ არის აკრძალული? იმიტომ კი არა რომ რაღაც აკრძალვა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ზოგადად პრობლემა, როდესაც პოლიტიკაში ერევა უცხოური ფული. ეს არის უცხოური გავლენების პრობლემა პოლიტიკაში და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თქვენ თუ ვერ ხედავთ განსხვავებას რა არის სესხი აღებული სახელმწიფოს მიერ, რა არის გრანტი აღებული სახელმწიფოს მიერ, რომელიც გამჭვირვალედ არის და ხმარდება ერთი, რომელიც მიზნობრივია მეორე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ბიუჯეტის მიზერულ ნაწილს, ამას და იმას შორის რომ პარტიები სხედან უცხოურ დაფინანსებაზე და ხელფასზე ნუ ეს პრობლემა არის კიდევ ამას საკანონმდებლო ინიციატივა არ წარ ეს აკრძალულია ისედაც რომ აკრძალულია ისედაც რომ ისედაც პარტიები ფინანსდებიან უცხოეთიდან ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება არჩევნები როგორც ჩანს არსებობს სქემები უცხოური გავლენისა ქართულ პოლიტიკაზე და ამიტომ მნიშვნელოვანია პირველი ჟურნალისტებმა გამოავლინოთ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც სინამდვილეში არის პარტიის შემადგენელი ნაწილი და გარწმუნეთ ბევრია ასეთი და გუშინ თქვა კიდევაც სანდრო რაქვიაშვილმა გამოავლინათ ესეთი ორგანიზაციები ნახეთ ვისგან ფინანსდებიან და მე დაუსვით ამ პოლიტიკოსებს კითხვა ვის ინტერესებს ატარებენ ისინი ქართველი ხალხის თუ მასი დამფინანსებენ რომლის სცენარით უნდა განვითარებულიყო მოვლენები ერთი ეს იყო რომ NGO-ს არასამთავრობო ორგანიზაციების ოპოზიციას ასეთობილი საშუალება მასზე დაიწყოთ მასირებული ბულინგი, რასაც მოყავდა შემდეგ კალანდარაშვილის გადადგომა, ან მეორე უფრო მძიმე სცენარი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა გეგმავდა, ეს იყო მასზე ფიზიკური თავდასხმა
სხვა ის შემდეგაც როგორ მოახერხებდა უფლებამოსილების გაგრძელებას და შესაბამისად მის უფლებამოსილებას შემდგომ გააგრძელებდა ხაზარაძის პარტიის წევრი სიონიძე. ეს სცენარი იყო დაგეგმილი, რამდენად არის კონტროლები ამ ფაქტის შესახებ და რას შეიძლება ვერ გეტყვით რა იგეგმებოდა ან არ იგეგმებოდა, თუმცა მე ამაზე კიდევაც რომ საეჭვოდ ჩაჭიდებული არიან ეგრეთ წოდებული ოპოზიციური მოადგილის ოპოზიცია. და რატომ? ოპოზიციური ეგრეთ წოდებული ოპოზიციური მოადგილეს არანაირი დამატებითი ფუნქცია არ აქვს ვიდრე სხვა წევრს. ერთადერთი ამ სტატუსის ამოცანა არის რომ იმ შემთხვევაში თუ თავმჯდომარე აღარ არის შეასრულოს მისი მოვალეობა. არაფერი იმით რომ ეხლა უქმდება ოპოზიციური მოადგილე, არაფერი ამ მოადგილისთვის, ამ პარტიისთვის და ზოგადად ოპოზიციისთვის არ იცვლება ცესკოში. როგორც გქონდა ერთი ხმა 17 ადამიანში, ამ ერთ ადამიანს ისე ექნება ერთი ხმა. ერთადერთი რაც იცვლება, რომ რამე რომ მოხდეს და გიორგი კალანდარიშვილს თუ ზოგადად თავმჯდომარეს ავირჩევთ ახალს, რამე დაემართოს, უნდა ჩახდეს მის სავარძელში და შეასრულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. და ისე ამიტომ ერთადერთი ღირებულება ამ თანამდებობას ოპოზიციისთვის აქვს ის, რომ დაელოდონ იქნებ რამე მოხდეს და თავმჯდომარე რაიმენაირად ჩამოაცილონ თავის პოზიციას, რომ ხელში ჩაიგდონ თავმჯდომარის თანამდებობა და ჩაატარონ შემდეგ არჩევნები. საგამოძიებო უწყებებს მიმართოთ, იმიტომ რომ ბრალდება საკმაოდ მძიმე არის ახლა ოპოზიციის მისამართი. რასაც ამბობს, აი ამ როგორეთ თავისთავად შევხედოთ რა ხდებოდა, ხომ? ეს ყველაფერი როგორ ვითარდებოდა. ჩვენ როდესაც ეს ცვლილებები შევიდა თავის დროზე, ოპოზიციური მოადგილე დანიშნა ლელომ სხვა რადიკალებთან შეთანხმებით და მაშინ გახსოვთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეზე, რომელზეც კვალიფიციური უმრავლესობა იყო საჭირო, ოპოზიცია ჩააგდო რამდენჯერმე თავმჯდომარის არჩევა. ჩვენ შემდეგ შევცვალეთ კანონმდებლობა და ჩავწერეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩეული და 6 თვით მოხდა არჩევა მაშინ ბატონ კალანდარიშვილის. შემდეგ ჩვენ შევცვალეთ კანონი, რომ გაგრძელებოდა თავმჯდომარის უფლებამოსილება, მაგრამ სანამ ახალი არ იქნებოდა არჩეული. ჩვენ ერთი წლის წინ რომ არ შეგვეცვალა და ეს დებულება რომ არ ჩაგვეწერა და უფლებამოსილება არ გაგვეგრძელებინა, დღეს ლელოს პოლიცსაბჭოს წევრი იქნებოდა უკვე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი. დღეს იქნებოდა ასე. რაც მოხდება შემდეგ კითხეთ ლელოს. იგი გამართა საერთაშორისო გამჭირვებამ და ეს ორგანიზაცია თავაზობ საერთაშორისო გამჭირვება თავაზობ გზას, როგორ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა კონკრეტულად სულზე. აქ ფიქრობენ, რომ საჭიროა შეიქმნას პარლამენტში ახალი სტრუქტურა, ეს შეიძლება იყოს კომიტეტი, მას უნდა უხელმძღვანელოს აუცილებლად ოპოზიციონერმა წევრმა და ამ სტრუქტურაში ჩართულ პირებს უნდა ჰქონდეთ სული წვდომა სუსის საქმიანობის შესახებ. ანუ ამ საქმიანობის ყველა სფეროს უნდა მოიცავდეს წვდომა, რომელიც ექნება დეპუტატებს. მიგაჩნიათ თუ არა ეს მისაღები ინიციატივად და სხვა შემთხვევაში აბა როგორ წარმოგიდგენიათ ამ საერთაშორისო გამჭირვებას აქვს საარჩევნო მიზნები, მისი მიზანი არის ქართული ოცნების ჩამოცილება ხელისუფლებისგან. და ამის ეს არაერთხელ გვსვენია მათგან შარშან შემოდგომაზე პანელურ დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი, სადაც იქვე სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათი მიზანი არის ცვლილება, ქალბატონი თავმჯდომარე ქალბატონი ეკა გიგაური საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარე იყო იმ პანელზე და რაიმე პრეტენზია ამ პოსტულატთან არ ქონია. შესაბამისად, საერთაშორისო გამჭვირვალობის მიზანი საერთაშორისო გამჭვირვალობას აქვს საარჩევნო მიზანი ხელისუფლების შეცვლისა, ამიტომ ასეთი იდეები სწორედ ამას ემსახურება, რომ ოპოზიცია ნაციონალურ მოძრაობა მოიყვანონ სინამდვილეში ხელისუფლებაში. რაც შეეხება უსაფრთხოების სექტორზე, რაც შეეხება უსაფრთხოების სექტორზე მონიტორინგს, მე გუშინ ანგარიშიც განვაცხადე. იცით რომ პარლამენტში არის ნდობის ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციაც არის წევრი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არის ამ ნდობის ჯგუფის წევრი. შარშან ნდობის ჯგუფმა, რომელიც ზუსტად ამ საქმეებით არის დაკავებული, რაზეც საერთაშორისო გამჭვირვალობა საუბრობს, ამ ნდობის ჯგუფმა ჩაატარა 14 სხდომა და ნაციონალური მოძრაობის წევრი ამ ნდობის ჯგუფში არც ერთ სხდომას არ დასწრებია.
ინტერესიც კი არ აქვს მათ, არათუ ის რომ რაიმე კონტროლზე ქონდეთ საუბარი. ამიტომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი მცდელობა იმ NGO-ებისგან, რომელიც დაკავებული არიან ხელისუფლების ცვლილებით და შეგახსენეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა 2022 წლის ივნისში იყო თანაორგანიზატორი აქციისა, რომელიც ითხოვდა მთავრობის გადადგომას და ითხოვდნენ რომ მათ დაეკომპლექტებინათ მთავრობა, ქონოდათ ვეტოს უფლება მთავრობის დაკომპლექტებაში და შესაბამისად მათ აქვს საარჩევნო მიზანი შეცვალონ ხელისუფლება. ამიტომ გასაგებია ან ფარცხალზე გამოვლინდა როგორც რუსეთის აგენტი, შეერთებული სახელმწიფო დეპარტამენტმა ასეთი სახელი შეურჩია მას. და არ არის საჭირო რომ პარლამენტმა გააძლიეროს ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორზე, თუნდაც მხოლოდ ამ ეს ერთი ფაქტი კარგნახობთ ამის აუცილებლობას. ერთი რომ უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა არის ძლიერი, მეორე ფარცხალთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ განცხადება, ამის უკან არანაირი მტკიცებულება არ დგას. ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებამ მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, რომ წარმოედგინათ, მოეწოდებინათ მტკიცებულებები, ვერც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა. შესაბამისად, საქართველოს არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც უდანაშაულობის პრეზუმპცია მოქმედებს, თუ არ არსებობს მტკიცებულება, რა თქმა უნდა, არ არსებობს არც ვეთ 1 2 3 4 და გავა. კი ბატონო, მოდი შევაგროვოთ მაშინ თქვენი კითხვა და გიპასუხებთ ერთად. კი ბატონო, თქვენი კითხვა, მკითხეთ და ერთად გიპასუხებთ. კი ბატონო. კი ბატონო, თქვენი ინტერპელაციის წესით არის, აი ერთი წამი ხალხო კითხავს. ინტერპელაციის წესით არის დაბარებული ნათიათუნება და ყურადღებას გაამახვილებენ ოპოზიცია ყოველ შემთხვევაში პენსიებზე და ლიბერტი ბანკზე. ამ შემთხვევაში თქვენ რაიმე სახის კითხვები გაქვთ მასთან და ზოგადად როგორი არის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული თქვენი ხედვა? მოკლედ, იცით რომ პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ამ საკითხით, რომელიც პენსიონერებს ჰქონდათ პრობლემა დაკავშირებული ძველ სესხებთან, რომელიც იყო მაღალი პროცენტით, როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა ჩვენ შარშან დავაწესეთ ლიმიტი ზედაზღვარი პროცენტებისთვის პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და მას შემდეგ ყველა სესხი არის ამ მაღალი ამ ჭერის ფარგლებში, თუმცა არსებობდა ძველი სესხები, რომელიც იყო სხვა პროცენტით გაცემული და პენსიონერებს უწევდათ ყოველ ჯერზე მიმართვა იმისთვის, რომ შეეცვალათ ან გადმოეტანათ ახალ განაკვეთზე. პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ როგორც ის იქნა არჩეულად და მთავრობა დამტკიცებულად დაინტერესდა ამ საკითხით და გუშინ ჩვენ ვიხილეთ შედეგი მისი დაინტერესების ამ საკითხით 150,000 პენსიონერს შეუმსუბუქდებათ სასესხო პირობები და ყველა ეს სესხი, რომელიც იყო მაღალი პროცენტით გაცემული, მანამ სადამ ჩვენ ლიმიტს დავაწესებდით, ჩაჯდება ჩვენს მიერ დაწესებულ ლიმიტში. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მინდა რომ კითხოთ ბატონო შალვა თუ შეიძლება ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა სტატია, სადაც წერია რომ ბიძინა ივანიშვილი არის მაგალითი კლასიკური იმის, თუ როგორ უნდა მიიტაცოს ერთმა პარტიამ და ერთმა ადამიანმა სახელმწიფო და ივანიშვილს პრორუსი ოლიგარქის სამეულში მოიაზრებს მოლდოվել პლახატნიუკთან და უკრაინელ გამოცემა რომ მითხრათ და ავტორი. გამოცემა და ავტორი. ავტორი? ავტორი არ ვიცი, National Interest. ნუ ანონიმური წერილი. დაიწერა ეს ყველაფერი პრორუსი ოლიგარქი. გამოცემაში მოხდა ცხადია ესეთი სტატია. პრორუსი ოლიგარქი და ადამიანი, ვინც მიიტაცა სახელმწიფო, აი კლასიკური მაგალითი არის რა ამისა. ანუ რა კარგია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს რუსული კანონი, სულ ცოტა ხანში გამოქვეყნება ალბათ შემდეგი ანგარიში ნაციონალური მოძრაობის ლობისტებისა, სადაც კიდევ ერთხელ ამოვიკითხავთ ზუსტად აი ამ მედია საშუალებას, ზუსტად აი ამ ავტორებს და ნახავთ კიდევაც რამდენი არის გადახდილი ასეთ სტატიებში. ეს არის ტიპიური მაგალითი თუ როგორ მოქმედებს კორუფცია პოლიტიკაში ლობისტების მეშვეობით, არათუ სტატიებში ახვედრებენ ასეთ ჩანაწერებს. ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ლობისტების მიერ პროექტი
ევროპარლამენტის რეზოლუციის დაიწერა, თავად აღიარეს ეს ანგარიში, რომ მათ დაწერეს რეზოლუცია და ევროპარლამენტარებს შეატანინეს ეს პარლამენტში და მიაღებინებს. ეს სამწუხარო რეალობა არის და მნიშვნელოვანი კარგია, რომ ამერიკაში მოქმედებს ეს რუსული კანონი და ჩვენ გვაქვს ხოლმე ეს ინფორმაცია, ცუდია რომ ევროკავშირში არ არის და იცით რომ მიდის მუშაობა, მნიშვნელოვანია რომ ევროპარლამენტშიც მალე დაინერგოს გამჭვირვალობის ესეთი სტანდარტები, რათა ქართულმა საზოგადოებამ ისე როგორც ევროპოლმა ნახოს ხოლმე სადგას ლობისტების ამ ლობისტები რომელიც სტატიების უკან დგას.